გამარჯობა, მე ნათია კობერიძე ვარ და ვთ საქართველოს გუნდთან ერთად პოლონეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის საერთაშორისო სამაუწყებლო ცენტრიდან მოგესალმებით. დღეს დივერსიისთვის დაკავებულ ქართველებზე, ევროკომისიის ანგარიშის მოლოდინზე და გაზრდილი ფასების აღქმებზე ვარშავის სტუდიიდან გიამობთ. უკრაინის პროკურატურამ რუსეთთან დაკავშირებული დივერსანტების ქსელი გამოავლინა, რომელშიც საქართველოს მოქალაქეებიც მონაწილეობდნენ. ეს არის ჯგუფი, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში მკვლელობებს და დივერსიებს გეგმავდა. ქსელს კურირებდა რუსეთის სპეცსამსახური, აცხადებს უკრაინის პროკურატურა. ეჭვმიტანილები აგროვებდნენ დაზვერვით ინფორმაციას სამხედრო ობიექტებისა და შეიარაღების შესახებ. უკრაინის გენპროკურატურის განცხადებით, ქსელში ქართველების გარდა ჩართულები იყვნენ ბელარუსის, საბერძნეთის, ლატვიის, მოლდოვას, რუსეთის და უკრაინის მოქალაქეები, რომლებსაც ევალებოდათ დაზვერვა, გადაბირება, ფინანსები, ლოგისტიკა და კომუნიკაციები. დივერსიაში ეჭვმიტანილების დაქირავებაში კრიმინალური ისტორიის ადამიანების ფიგურირებდნენ. 13 ეჭვმიტანილიდან დაკავებულია 9, დანარჩენ 4-ზე კი ევროპის ფარგლებში დაკავების ორდერებია გაცემული. ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების ადგილი არ არის, ციტირებს ევროპარლამენტის რეზოლუციას თავის X პლატფორმაზე ევროპარლამენტარი რასა იუნკევიჩიანი და ანჯეი პოჩობუტის გათავისუფლების კონტექსტში მზია ამაღლობელის საქმეს იხსენებს. გუშინ მრავალმხრივი მოლაპარაკების შედეგად შესაძლებელი გახდა პოლონური წარმოშობის ბელარუსი პოლიტპატიმრის ანჯეი პოჩობუტის ლუკაშენკას რეჟიმის პატიმრობიდან დახსნა და მისი პოლონური მხარისთვის გადაცემა. რასა იუნკევიჩიანი ევროპარლამენტის იმ რეზოლუციის ერთ-ერთი ავტორია, რომელშიც ქართული ოცნების მთავრობას მზია ამაღლობელის გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ. აი რას წერს ევროპარლამენტარი X პლატფორმაზე. შესანიშნავი ამბავია ანჯეი პოჩობუტის გათავისუფლება, თუმცა კიდევ ერთი 2025 წლის სახაროვის პრემიის ლაურეატი მზია ამაღლობელი კვლავ რჩება ქართული ოცნების პატიმრობაში, მასთან შეხვედრის ყოველგვარი შესაძლებლობის გარეშე. ევროპარლამენტმა ნათლად განაცხადა, ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების ადგილი არ არის. ევროკავშირის ურთიერთობაზე ცოტა მოგვიანებით ჩვენი სტუმარი იქნება საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი. მანამდე კი რეპორტაჟი წლიური ანგარიშის შესახებ, რომელსაც ევროკავშირი საქართველოს გაწევრიანების გზაზე პროგრესის შესახებ ყოველწლიურად ამზადებს. ამ ანგარიში ევროკომისია შეაფასებს, რამდენად დაუახლოვდა ქვეყანა გაერთიანებაში წევრობის სტანდარტს. ქართული სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ევროპულ მხარესთან ანგარიშის გარშემო აქტიურად მუშაობს, იმედოვნებს, რომ ძირითადი თემები იქნება სასამართლოს დამოუკიდებლობა, პოლიტიკური გარემო, ოპოზიციაზე ზეწოლა და პოლიტპატიმრები და რაღა თქმა უნდა მედიის თავისუფლება. სამწუხაროდ მოლოდინის მიხედვით ევროპიდან გაუარესებელ შეფასებას უნდა ველოდეთ. ჩვენი კორესპონდენტი ნინო ვარძელაშვილი გიამბობთ თბილისიდან. გამკაცრებული კანონმდებლობა, რაც პოლიციას უფლებას აძლევს საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავოს და მათ წინააღმდეგ ადმინისტრაციული თუ სისხლის სამართლის დევნა დაიწყოს, არაერთხელ გამხდარა ქართული ოცნების კრიტიკის მიზეზი, როგორც საქართველოს დასავლელი პარტნიორების, ასევე ქართული არასამთავრობო სექტორის მხრიდან. ჩვენმა ანგარიშმა დაფარა ფაქტობრივად ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ქვეყანაში ადამიანის უფლებების იმ უმწვავეს კრიზისს ქმნის, რომელიც დაიწყო 2024 წლის 28 ნოემბრიდან. რამაც საბოლოო ჯამში მიაღწია ისეთ სიმწვავეს, რომ მაგალითად ტროტუარზე დგომის გამო ადამიანი შეიძლება სისხლის სამართლის წესითაც დაისაჯოს და აქ ცვლილებები ჩვენ ასევე ვნახეთ სისხლის სამართლის კოდექსში. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ უკვე გააგზავნა ანგარიში ბრიუსელში, სადაც საქართველოს შესახებ გაფართოების პაკეტის 2026 წლის ანგარიში მზადდება. სისტემური წამება, ძალადობის ფაქტების გამოუძიებლობა, რეპრესიული კანონმდებლობა, უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ, კანონის შეზღუდული სამოქალაქო საზოგადოება. საია იმედოვნებს, რომ წლევანდელ ანგარიში ამ საკითხების სრული ჩამონათვალი მოხდება. უსაფრთხოების ქვეთავს ევროკავშირის ყოველწლიურ ანგარიში, როგორც წესი, საკვანძო ადგილი უჭირავს. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ წელს ამ ნაწილში ყულევის პორტის საკითხიც მოხდება. ყულევის ნავთობტერმინალი ევროკავშირის მხრიდან სანქციების კანდიდატი უკვე იყო. რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მეოცე პაკეტიდან ევროკომისიამ ქართული პორტი ბოლო მომენტში ამოიღო. თუმცა ობიექტზე დაკვირვება კვლავ გრძელდება. არა მხოლოდ დააკვირდებიან ყულევის პორტში რუსეთის სანქცირებული ნავთობის შეტანას, არამედ მათ შორის რუსულ საფინანსო სისტემებთან
გარკვეულწილად მას საქართველოს ის კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ბევრად კრიტიკულია ვითარება და აქცენტს სწორედ ამ მიმართულებით ველოდები მათ შორის ამ ანგარიშში, იმიტომ რომ ეს არ მხოლოდ გაფრთხილება იყო, არამედ მათ შორის არსებული ტენდენციის გამოკვეთაც. დემოკრატიის უკუსლად შეფასდა საქართველოში არსებული მდგომარეობა შარშანდელ ანგარიშში. მოვლენათა გათვალისწინებით ექსპერტებიც ლევანდელ ანგარიშში კიდევ უფრო გაუარესებულ შეფასებებს ელოდებიან. ეს ანგარიში რასაკურველი იქნება კიდევ უფრო ნეგატიური, რეალურად ხდება საქართველოს დაშორება ევროკავშირისგან, საქართველოს ჩამორჩენა ასოცირებული ტრიოს ჯგუფისაგან, საქართველოს უკვე რეალურად აღარ მოიაზრება როგორც კანდიდატი ქვეყანა. კონკრეტულად თუ საუბარი იქნება ისევ სანქციებზე, ეს სანქციები დაწესებული იქნება ჩემი აზრით უშუალოდ უკვე ქართული ოცნების წარმომადგენლების წინააღმდეგ და ამ რეჟიმის გამაძლიერებლების და მათი პოლიტიკის გამტარებლების წინააღმდეგ. ქართულ ოცნებასა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაუარესდა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ოფიციალურად ინარჩუნებს დასავლურ კურსს, ისევე როგორც კანდიდატის სტატუსს, კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების გამო, საქართველო მუდმივად ხვდება ევროპარლამენტის ნეგატიურ რეზოლუციებში. ამავდროულად ევროკავშირი აგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას და აღიარებს მის ევროპულ პერსპექტივას. და როგორც დაგიანონსეთ, ევროკავშირ საქართველოს ურთიერთობებზე სასაუბროდ დღეს თბილისიდან გელა ბეჟუაშვილი მოვიწვიეთ. საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც უკრაინის მხარდამჭერი კონფერენციის მოსამზადებელ ფორუმზე იმყოფებოდა სულ ახლახანს პოლონეთში, ქალაქ რჟეშოვში. ბატონო გელა, მოგესალმებით. სალამი ნათია, სალამი. ძალიან მიხარია, რომ ჩემი სტუმარი ხართ. გვიანბეთ თუ შეიძლება პირველ რიგში იმ ფორუმზე, რომელიც ქალაქ გდანსკში გაიმართება და რომელიც უკრაინის აღდგენას ემსახურება. და ამ ფორუმის მასპინძელი, როგორც ვიცით, იქნება პოლონეთის სახელმწიფო. ნათია, უპირველეს ყოვლისა მე მინდა თქვენ გუნდს მიულოცო ეს ძალიან მნიშვნელოვანი წამოწყება. ყოველთვის დამოუკიდებელი, დაბალანსებული, ობიექტური ინფორმაცია ყოველთვის მოთხოვნადია, იქ სჭირდება საქართველოს საინფორმაციო სივრცეს, ამიტომ გილოცავთ ამას თქვენ და თქვენს მაყურებელს. ახლა შეეხება იმ კონფერენციას, რაზეც მე ვიღებდი მონაწილეობას, ეს იყო მოსამზადებელი კონფერენცია და მასზე განიხილებოდა უსაფრთხოების და თავდაცვის საკითხები. და პოლონეთის მთავრობის ინიციატივით და ლიდერობით გდანსკში 25-26 ივნისს ჩატარდება ძალიან დიდი ფორუმი, ეს იქნება Ukraine Recovery Conference, ეს არის უკრაინის აღდგენის კონფერენცია, სადაც განიხილება მთელი სპექტრი იმ საკითხების, რაც საშუალებას მისცემს უკრაინას უფრო ეფექტურად შეებრძოლოს რუსეთის აგრესიას, ერთის მხრივ და მეორეს მხრივ მოემზადოს პოსტკონფლიქტურ, ასე ვთქვათ, საომარ მოქმედებებისთვის ეფექტურად მოამზადოს თავისი ეკონომიკა, მოამზადოს საზოგადოება და მე ვხედავ ძალიან დიდ აქტივობას ევროპელების, ამერიკელების, იქ ჩართული არის ასევე იაპონიის მთავრობა ამ კონფერენციის მოსამზადებელ მუშაობაში და ეს საშუალებას მისცემს უკრაინას ბევრად უფრო ეფექტურად წინამდებობა გაუწიოს ერთის მხრივ რუსეთის დღევანდელ ქმედებებს და შესაბამისად პოსტკონფლიქტურ მდგომარეობისთვის უკეთესად მოემზადოს. ძალიან მნიშვნელოვანია ყველაფერი, რაც ევროკავშირის მხრიდან, აი იაპონიის ჩართვითაც ახლა უკრაინის დასახმარებლად კეთდება. თქვენ ასეთ ღონისძიებებზე ხვდებით ევროკავშირის მაღალჩინოსნებს, ევროკავშირის წარმომადგენლებს სხვადასხვა სფეროდან, ალბათ ბიზნესიდანაც, მათ შორის და უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენლებს. მათთან ურთიერთობიდან გამომდინარე თუ გაქვთ რაღაც ესეთი პერცეფცია, ემპირიული და ასევე ზოგადად რა ინფორმაციაც არის თქვენს ხელთ, რა მოლოდინი გაქვთ ევროკომისიის ამ წლის ანგარიშიდან საქართველოს შესახებ? ფაქტია, რომ ანგარიში სავარაუდოდ იქნება კრიტიკული, იმიტომ რომ საქართველოს მხრიდან პროგრესი არ ჩანს, პროგრესი არის ყოველდღიურად ტორპედირებული, რაც არ უნდა გაგიკვირდეს და ტორპედირებული არის ხელისუფლების მხრიდან და მე ვხვდებოდა ყველგან, სადაც დავდივარ, ყველგან, სადაც მონაწილეობას, დიდი გულის ტკივილი. ძალიან გულწრფელი გულის ტკივილი, რომ საქართველოს ოდესღაც მოწინავე ქვეყანა
ევრო და ევროატლანტიკური ურთიერთობების გზაზე მართლა სამაგალითო დღეს იმყოფება ისეთ მდგომარეობაში, როდესაც ვერ იყენებს ან არ იყენებს იმ შესაძლებლობებს, რაც გაიხსნა. მე კონფერენციაზე ეს კითხვა დამისვეს და ჩემი პასუხი სიმართლე რომ გითხრა იყო ის, რომ მე ვინატრებდი უბრალოდ 20 წლის წინ, როდესაც ჩვენ ყველა კარგს ვაკაკუნებდით ევროპაში, ძალიან ინტენსიურად ხარჯავდით ჩვენ პოლიტიკურ, სოციალურ და ყველანაირ კაპიტალს იმისათვის, რომ გაგვეგებინა ბერლინში, პარიზში, ლონდონსა და სხვა დედაქალაქებში, რომ ევროკავშირს სჭირდება საქართველო, ისევე როგორც საქართველოს ევროკავშირი. 20 წლის წინ მე ვინატრებდი იმ გარემოს, რა გარემო არის დღეს და დანაშაული არის უბრალოდ ამ ღია კარის, ასე ვთქვათ, პოლიტიკის არ გამოყენება და იმ პოზიციის დაკავება, რა პოზიციაც იკავებს დღეს საქართველოს ხელისუფლება. ყოველთვის პრობლემა არ არის ძალმხრივი. ანუ ის საღი კრიტიკა თვითონ ევროკავშირის მე გავაჟღერე, მე მაგალითად მოვიყვანე ის მაგალითები, როდესაც ჩვენ ამდენი წლის განმავლობაში ვცდილობდით, რომ გვეჩვენებინა, რომ ჩვენ ვართ სანდო პარტნიორი, ევროკავშირიდან არ იყო აღქმა ჩვენის შესაბამისი და სათანადო. კანდიდატის სტატუსი, რომელიც დღეს არ ვიყენებთ, საქართველოსთვის უნდა მიენიჭებინათ უფრო ადრე. და მაშინ საქართველოს საზოგადოებაში, ქართულ საზოგადოებაშიც არ გაჩნდებოდა ნიჰილიზმი. პოპულისტები ამით არ ისარგებლებდნენ. აი ეს ზედმეტად დატვირთული ბიუროკრატია, ტექნიკური მიდგომა უნდა შეიცვალოს და უნდა მიეცათ საშუალება ქვეყნებს იგრძნონ თავი, ანუ გაწევრიანების ფორმალური გაწევრიანების გარეშე იგრძნონ თავი ორგანიზაციის ნაწილად. ბადნეგელა, ბოდიში შეგაწყვეტებთ, აი კონკრეტულად ბადნეგელა, ბოდიში, აი კონკრეტულად როგორი ნაბიჯები წარმოგიდგენიათ? აი ასეთ საკმაოდ მძიმე ვითარებაში პრინციპში რაც არის ხო, დღეს საქართველოსა და ევროკავშირის შორის, არა მხოლოდ ევროპის, არამედ საქართველოს მხრიდანაც. აი რა კონკრეტული ნაბიჯები შეიძლება ამ ვითარების გამოსწორება? რა თქმა უნდა, კონკრეტული ნაბიჯები და ლომის წილია პასუხისმგებლობის ქართულ მხარეზეა. მე უბრალოდ ვიძახი, რომ ევროკავშირსაც მეტი ძალოც იმისათვის, რომ დაეხმაროს ქვეყნებს. ახლა საქართველოს ხელისუფლების პოზიცია ჩემთვის სიმართლე რომ გითხრათ ძალიან გაუგებარია იმ თვალსაზრისით, რომ როდესაც კარი ღია და გინდა ორგანიზაციაში მონაწილეობა და აკეთებ ყველაფერს საპირისპიროს, ესე იგი აყენებს ჩვენ საკუთარ თავს ძალიან გაუგებარ მდგომარეობაში და ამ გაუგებარ მდგომარეობაში ამყოფებს საკუთარ საზოგადოებას და საერთაშორისო საზოგადოებას. ვერ გაუგიათ ევროპაში უნდა ქართულ ოცნებას ევროპული ინტეგრაცია თუ არ უნდა. შტაბ-ბიჭდილება იქნება რომ არ უნდა და ყველა მიზეზს ეძებს რომ თვითონ ევროკავშირმა დახუროს ეს კარი. ეს არ უნდა დაუშვათ. მაგრამ მეორე მხრივ, აი კონკრეტული ნაბიჯები, რასაც მე ვგულისხმობდი, არის ის, რომ ევროკავშირმა დღეს უნდა მისცეს კანდიდატ ქვეყნებს ის ინსტრუმენტები, რა ინსტრუმენტები ეკუთვნის მხოლოდ მარტო მაგალითად წევრ ქვეყნებს. მაგალითად, საერთო ეკონომიკურ სივრცეში მონაწილეობა კანდიდატი ქვეყნების იმ პერიოდით, ვიდრე ისინი წევრები გახდებიან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმისათვის, რომ მოსახლეობამ დაიჯეროს, რომ ეს ყველაფერი რეალურია. დღეს რა გვესმის ჩვენ პროპაგანდისგან, ხო? ჩვენ გვესმის, რომ არა, ეს არა რეალურია, მაინც არ მიგვიღებენ და რატო უნდა თავი მოვიკლათ და რაღაც მე მიდის აპელაცია იმ რაღაც სუვერენულ სახელმწიფოზე და სუვერენიტეტზე და ეს ყველაფერი ხო გვესმის არის ძალიან იაფფასიანი პროპაგანდა, მაგრამ ის მუშაობს. იმ მოსახლეობაზე, რომელიც ვერ დაიჯერა, რომ ეს შესაძლებელია. ინსტრუმენტები არსებობს. ინსტრუმენტები უკვე გამოყენებადია. ჩვენი მხრიდან საჭირო არის კრედიტი ნაბიჯები, საქართველოს შეუძლია ამის გაკეთება, ჩვენ ეს ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია. პოლიტიკური ნება არის საჭირო, ეს პოლიტიკური ნება არ არის. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო სწორედ ამ რაღაც ინსტრუმენტებზე ამ შემთხვევაში საუბარი. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. კარგად გრძანდებოდეთ წარმატებები. ნახვამდის.
რუს მებრძოლებს შესაძლოა ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალონ. ინიციატივა ესტონეთს ეკუთვნის, რომელმაც მსგავსი აკრძალვა 1300 რუს ყოფილ მებრძოლს უკვე დაუწესა. საგანგებო შავი სია ამ მიზნით უკვე შეიმუშავა ლიეტუვამაც. უკრაინაში ნაომარ რუს კომბატანტების საკითხი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე წამოიჭრა და მხარდაჭერა ლიდერების უმრავლესობისგან უკვე მიიღო. ინიციატივაზე მუშაობა დაიწყო საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმაც. კაია კალასის თქმით, ამ გეგმის განხილვას ევროკავშირის სამიტზე ივნისში დაუბრუნდებიან. ამასობაში კი ფასების ზრდა საქართველოში მოქალაქეთა წუხილის მთავარ თემად რჩება. ჟურნალისტის შეკითხვას ამ საკითხზე ირაკლი კობახიძემ გუშინ უპასუხა, რომ ხორციც და კვერცხიც საქართველოში საკმაოდ იაფად იშოვება. თუმცა შემოსავლების და რეალური ფასების ზრდის დინამიკა განსხვავებულად აღიქმება საზოგადოებაში. აი ჩვენი გამოკითხვა თბილისის ერთ-ერთი უბნიდან. გაძვირებულია არა მარტო პროდუქტი, ყველაფერი წვრილმანი და ალბათ ხალხს გაძვირდება კიდევ უფრო. რატო ელოდებით კიდე გაძვირებას? არა, გაქვთ მოლოდინი, რო კობახიძის კომისია გაიარა. უიმე, ბლეფი არ არის კომისია. თვალშინაცვლი შეყრა, ხო? ჩვენ არა გვაქვს ისეთი ხელფასები, პენსიები მაგალითად მაღალი, მაინც ჩვენი ქვეყანა არ არის მდიდარი და ასეთი ფასები ძალიან მე ვფიქრობ, რომ ჩვენთვის ეს ძალიან ძნელი ასატანია. მე ახლა ხორცს ყიდულობ, აი 35 ლარი 30. აი ამ ფარგლებში და 10 ლარი რო თქვა, არც ვიცი ეს სად არის. აი ხო შეიძლება გაგვაგებინო მისამართი და დასაფიქრებელია, იმიტომ რომ ხალხი აჯანყდება ბოლოს და ბოლოს. არ შეიძლება ასე, ცოდო არის ხალხი. იზრდება ფასები ძალიან ყოველთვის და სტუდენტებისთვის მithumetes არ არის ხელმისაწვდომი. თუ ხელფასი არ გაქვს კაი და კარგი ხელფასი თუ არ გაქვს და სტუდენტს ვერ იქნება კარგი ხელფასი, იმიტომ რომ ცალკე დრო გჭირდება რომ ისწავლო. ზოგადად არ არის მარტივი სიტუაცია ახალგაზრდებისთვის და სტუდენტებისთვის ზოგადად. ნებისმიერ საყოფა ცხოვრებო ნივთებზე ყველაფერზე ფასები ისე აიწია, რომ 20 ლარით აღარ გაყოფა ყოველდღიურად. შეუძლებელია ესე ცხოვრება, ესე მარტო თუ ცხოვრობ და ერთი შემოსავალი თუ გაქვს, შეუძლებელია რომ ჩვეულებრივად იცხოვრო და ისე იყიდო რაღაცები, რაც გჭირდება. მინიმალური პურის ფასი 2 ლარზე მეტი ღირს 1 და ამიტომ ყველაზე დაბალი დონის საჭმელების რაც არის, ყველანი ძალიან გაძვირდა. პომიდორი, კიტრი, ახალი კარტოფილი 10 ლარი ბოდიში, ხალხს ესე იგი გამოდის პენსიონერებმა არ უნდა ჭამა მგონი რა. კვერცხი გაიაფდა, რანაირად გაიაფდა? იგივე ფასია? 6 ლარი გახდა 4 და 95 ღირდა. დრო როცა თქვათ 1500 შეიძლება ყავდა, ეხლა 1500 ლარი ხელფასი აღარ არის. ამლის ფასები ისეთია, რომ პენსიონერმა შეუძლებელია რომ იყიდოს. მედიკამენტები თუ იმატებს, თუ არა, დაკლებით არაფერი არ ხდება. საქართველო და სომხეთი 2029 წელს FIFA-ს 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებენ. განცხადება ამის შესახებ ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე გაკეთდა, რომელიც კანადაში ქალაქ ვანკუვერში გუშინ გაიმართა. ეს პირველი ასეთი ტურნირია, რომელიც ერთდროულად ორივე ქვეყანაში ჩატარდება. დღეს ამით ვასრულებთ, დაელოდეთ პოლონეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის ქართული პროგრამის მაუწყებლობას ვარშავიდან ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა. გუჯერა რომ ევროკავშირი საქართველოს მომავალია. საუკეთესო სურვილებით გემშვიდობებით.